ერთადერთი რეგიონი, სადაც დღეს დამოუკიდებლობის დღე არის ზეიმეს, ეს იყო სამეგრელო. აქ საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარებულა, იმიტომ რომ დღეს დაკრძალეს ქუჩაში მოკლული გიგა ოთხოზორია. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესიაში. მის ოჯახს დღეს მიუსამძიმრეს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ქურჩანაბაკევის გამშეპუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა. 31 წლის გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად ზუგდიდის ცენტრში მოქალაქეებმა მშვიდობის მარში გამართეს. ჩოხოსნებმა და მედროშეებმა დაღუპულის მიმართ პატივისცემა ამ ფორმით გამოხატეს. ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. ჩვენ ქართველებს შვილი დასაკარგავი არ აქვს. დადიანების კარის ეკლესიაში დღეს უამრავი ადამიანი მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების გამშეპუნქტებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. მანამ სანამ ჩვენი ტერიტორია გავაგდებთ ამ ვერაკ მტერს, რომელიც საუკუნეებია სისხლს, მანამდე ჩვენ არ ვიქნებით არც ბოლომდე დამოუკიდებელი, არც ბოლომდე თავისუფალი. ტრაგედია უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის. ქართულმა სახელმწიფომ, სამართალდამცავ სტრუქტურებმა მთლიანად უნდა ახლიდან გაიაზრონ და შეცვალონ დამოკიდებულება, როგორ ვიცავთ უსაფრთხოებას. გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას დაესწრნენ მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, გალში ხვალდაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე ზემოქმედების სამუშაო შეხვედრის მოლოდინშია, რომელიც 2012 წლის შემდეგ პირველად გაიმართება. ჩვენ კაფეოდ სალსახად მოვითხოვთ პასუხისმგებლობას, სწორედ იმ ძალისგან, ვინც ვითომ დაკონტროლებს რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსეთს, რომელმაც მიითვისა იქ ძალაუფლება, რომელმაც მიითვისა იქ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა. იქ ბოლო 4 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები მხოლოდ და მხოლოდ თუ გამკაცრდა, თორემ სხვა მხრივ არ შეცვლილა. საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯიოღლი დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. მისი საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდება. გავრცელებულ ინფორმაციას დამნაშავის დაკავების შესახებ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ვერ ადასტურებენ. თუმცა ექსპერტი მამუკა არეშიძე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რაშიდ კანჯიოღლი რუსეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით პიროვნება, რომელმაც ჩაიდინა საზარელი მკვლელობა, დაკავებულია. მკვლელი უკვე ბრალდებული არის. ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით. 31 წლის გიგა ოთხოზორია 20 მაისს ხურჩაში ნაბაკევის გამშეპუნქტთან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს.